ხელისუფლების უმოქმედობის ყოველი დღე უდრის დაკარგულ სიცოცხლეს ამბობენ დიუშენი დაავადებული ბავშვების მშობლები და ცვლილებები შეაქვთ უწყვეტ პროტესტში. იმის მიუხედავად, რომ მათ ოცნების ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციების გამართვა უკრძალა, მაინც გამონახეს გზა, რომ სწორედ იმ ადგილას ხმამაღლა თქვან საკუთარი სათქმელი. მათი მოთხოვნა წამლების შემოტანის თაობაზე ისევ ივანიშვილის ხელისუფლების რეაგირების გარეშე რჩება. პარალელურად გრძელდება უწყვეტი პროტესტი ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან, ასევე ყოველდღიური აქციები და კვირის მარშები. ამ წუთასაც მშობლებთან ერთად იკრიბებიან აქციაზე სხვა მოქალაქეები. ნატალი ჯახუტაშვილი ესაუბრა ბავშვების მშობლებს, ის გვერდება პირდაპირ ეთერში. ნატალი, რა ცვლილებაა პროტესტში და რა ხდება ახლა კანცელარიასთან? დიახ, ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან არიან შეკრებილები მშობლები, უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ამ ადამიანებს და ასევე ითხოვენ ქართული ოცნებისგან ამ პრეპარატს და რაც შეეხება ცვლილებებს გეგმაში, როგორც იცით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ არ მისცა უფლება, რომ აქციები გამართონ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. შესაბამისად, ისინი აპირებენ, რომ კვირაში რამდენჯერმე ერთკაციანი აქცია გამართონ იმ ლოკაციაზე. სოლაკში ამბობენ, რომ ვერ მოედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ ერთ-ერთ მშობელს, ის უფრო მეტ დეტალს გვეტყვის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. აი, გითხარით თქვენც რას აპირებთ უახლოეს მომავალში? მოგახსენებთ, დღეს უკვე 22 დღეა, რაც მშობლები აქ უწყვეტ აქციას მართავთ და მიმდინარეობს მოთხოვნის ბუნებრივია ყოველდღიურ რეჟიმში გამეორება და დღეს უკვე ჩვენ ვისმენთ, რომ თითქოს ეს არის ექსპერიმენტული მედიკამენტები. ნახეთ, ჯერ მხოლოვიჩი საუბრობენ, რომ თითქოს მედიკამენტია და იმასაც არ აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას, რომ მედიკამენტებია და დღეს მართლაც მედიკამენტები აღიარებული როგორც ამერიკის, ასევე ევროპის მიერ დატესტილი და არაერთმა ჩვენმა ქართველმა ბავშვებმაც მიიღო ეს მედიკამენტები და არის უსაფრთხო. შესაბამისად, იმაზე საუბარი ეხლა დაიწყო ამის გამოცდა და ექსპერიმენტი ეს დაუშვებელია, რადგანაც ვინ უნდა ჩაატაროს აქ ექსპერიმენტი, როდესაც გავლილია და რამოდენიმე წლები ამაზე მუშაობდა როგორც ამერიკა, ასევე ევროპა. დიდმა ბრიტანეთმაც არაერთმა ქვეყანამ აღიარა უკვე ეს მედიკამენტები და დაუშვებელია ეხლა იმაზე საუბარი, რომ თავიდან დაიწყოს ეს პროცესი. შესაბამისად, ჩვენ 2 წელი დავკარგეთ ამ უშედეგო მოლაპარაკებებში და მაგიტომაც მოხდა, რომ ჩვენ აქ უწყვეტ აქციას მიმართეთ. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე იქნეს მიღებული გადაწყვეტილება როგორც გუნდის შექმნაზე, ასევე მედიკამენტებზე, რომლებიც არის აღიარებული და ჩვენ შევუერთეთ იმ არაერთ ქვეყანას, ათეულობით ქვეყანას, სადაც უკვე მიიღეს არაერთი მედიკამენტი და ეს მედიკამენტები არის უსაფრთხო. აი, ბოლოს კომუნიკაცია როდის გქონდათ ჯანდაცვის მინისტრთან ან სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელთან, მათი პასუხი ამ დროისთვის რა არის? ნახეთ, გეტყვით იმას, რომ ჩვენ სულ 9 ჯერ ქონდა შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან, პირველი და მეცხრე შეხვედრა იყო იდენტური, მხოლოდ საუბრები და არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგა. ეს მეცხრე შეხვედრა იყო თხოვნით, რომ ადმინისტრაციამ, მთავრობის ადმინისტრაციამ შეხვედრით, მაგრამ მოვისმინეთ იგივე, რასაც ვისმენთ მთელი ხნის განმავლობაში, 2 წლის განმავლობაში. იმის შემდეგ, რაც არის ეს იგივე, ანუ რითი იმართლებენ თავს? საუბარი იმაზე, რომ არის თუ არა უსაფრთხო მედიკამენტი, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო და მისი გუნდი ამოწმებს მედიკამენტებზე უსაფრთხოების ნაწილს, როცა გავლილია ეს ამერიკის და ევროპის მიერ. ხო, ანუ ისინი აპელირებენ, რომ სატესტო რეჟიმშია ახლა ეს კონკრეტული პრეპარატები, რასაც თქვენ ითხოვთ და ამიტომ ვერ ხდება უზრუნველყოფა ამ კონკრეტული წამლების. თუ არის სათქმელად სხვა არგუმენტი ვერ მოიფიქრა ჯანდაცვის სამინისტრომ და მხოლოდ უსაფრთხოებაზე. თითქოს ახლა ჯანდაცვის მინისტრი და მისი გუნდი უფრო მეტად ზრუნავს და ფიქრობს ჩვენ შვილებზე. როცა ჩვენ გვყავს ნათელი მაგალითი, ცოცხალი მაგალითები, ჩვენი შვილები, ქართველები, ბავშვები, რომლებიც არიან უცხოეთში და თანაბარი ასაკის ბავშვებს შევადაროთ, ისინი, ვინც მიიღო მედიკამენტები, თავისუფლად გადაადგილდებიან, არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ, ხოლო ქართველი ბავშვები კიბეებზე ვერ ადიან და ვერ გადაადგილდებიან. აი, ეს არის ნათელი მაგალითი იმის, თუ რა შედეგები აქვს და როგორი სარგებელი აქვს ამ მედიკამენტებს. ამიტომ ის, რომ უარის სათქმელად მიზეზად მოყავთ, რომ თითქოს უსაფრთხოების მხარეს იკლოვენ, ეს არის დაუსაბუთებელი, ეს გავლილია, ეს
ეს ეტაპი და ამით ვერავის ვერ მოატყულებენ და შეცდომაში ვერ შეიყვანა. სამწუხაროდ დღეს საზოგადოების ნაწილი არის შეცდომაში შეყვანილი, რომ თითქოს ჩვენზე ზრუნავს სამინისტრო. არა და ბავშვები ელსეჯაჯვებიან, იღუპებიან და თურმე ჩვენზე ზრუნავს სამინისტრო და გარკვეული პერიოდი დაგვაკარგნეს, მაგრამ თქვენი აზრით რატომ აჭიანურებენ ამ პროცესს? ანუ პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს დაკავშირებულია ფინანსებთან, მაგრამ როცა ჩვენ ვიცით რომ შარშან 600 მილიონი ვერ აითვისა, ათვისებული ვერ იქნა ბიუჯეტიდან. როცა ვიცით რომ კომუნიკაცია შესაძლებელია კომპანიებთან მინიმალურ ფასად მედიკამენტების შეძენაზე დროში გადანაწილებით და დღეს ვიცით რომ არც ერთ კომპანიასთან არ არსებობს და არ ხდება კომუნიკაციის დამყარება, ეს არის მიზეზი, უმოქმედობა, რომ პრიორიტეტი არ არის ბავშვების სიცოცხლე ჯანმრთელობა. სხვა ჩვენ არ გვეფიქრება და ბუნებრივი ამასთანავე მიზეზი არის ის, რომ თანხის ნაწილი, რომ არ უნდა თანხის აი რა თანხებზეა საუბარი? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? თანხებზე საუბარი ის, რომ იწყებენ ყველაზე ძვირიანი მედიკამენტით, რომელიც არის ელევიდისი და თითქოს 100 ბავშვს და აჩვენებენ საზოგადოებას რომ 100 ბავშვი უნდა გამოიყოს 3 მილიონიანი მედიკამენტი, ეს არ არის, ეს 10 ბავშვი შეიძლება იყოს მიწოდებული ეს მედიკამენტი, ისიც მინიმალურ ფასად. ნახეთ და ამის შემდეგ არის სხვა მედიკამენტები. თანხა ზუსტად ვერ დავასახელებ, არის $10,000, არის $40,000, არის $500,000. შესაბამისად, თუ ეს ფასებიც კი არ იქნება, თუ იქნება კომუნიკაცია კომპანიებთან. იმიტომ რომ ისინი თვითონ გამოთქვამენ სურვილს, რომ მინიმალურ ფასად და დროში გადანაწილებით იყოს მედიკამენტი. გასაგებია და ის ამოქმედო გეგმაზეც მოკლედ გითხარით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ნებას არ გრთავენ, ხო, რომ აქციები ჩაატაროთ და როგორც ვიცი, ახლა აპირებთ რომ უბრალოდ ერთკაციანი აქცია იყოს ხოლმე პერიოდულად და თქვენ ამბობთ რომ ეს არ ჩაითვლება და ვერ ჩაითვლება შეკრებად. დიახ, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ 28 დღე აქ და დედები აქ ათენებენ, აღამებენ ცუდამინჩი და ცუდ პირობებში, არც ერთი ადამიანი არ გამოვიდა მთავრობის კანცელარიიდან, პარლამენტიდან, აქვეა საკანონმდებლო ორგანოდან ერთი ადამიანიც არ მოვიდა, დედა მაინც ქალბატონი გამოსულიყო და თანაგზნობა გამოეხადა ქალბატონებისთვის, დედებისთვის, რომლებიც სახლში ტოვებენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს და აქ არიან. გამომდინარე იქიდან რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ გადადგა, დავიჯერებთ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ თხოვნის სახით მიმართოთ ბიძინა ივანიშვილს და რადგანაც აგვიგრძალეს და იქ აქციის ჩატარების უფლება არ მოგვცეს, ჩვენ კანონს არ დავარგვევთ, რა თქმა უნდა აქამდე არ დაგვირღვევია. ერთი ადამიანი აქციამას არ დაერქმევა არანაირად, ერთი ადამიანი იქნება იქ და თხოვნის სახით დააფიქსირებს ჩვენს მოთხოვნას. მადლობა დიდი, მოკლედ ასეთია მშობლების პოზიცია. დღეს უკვე პროტესტის 28-ვე დღეა. ამ დრომდე ქართული ოცნება არ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ისინი ისე ვითხოვენ ბავშვების გადარჩენისთვის სწავლებს და ამბობენ რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე შესაბამის პრეპარატებს მათი შვილები არ მიიღებენ.